Medvedevi Deep State საბრალებს შტატებიდან მოსალოდნელ სანქციებს. დღეს უკვე Medvedevi იგივეს ამბობს, რასაც ქართული ოცნება იგივეს ამბობს, რაც Medvedevi. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ Deep State-ის კონსპირაციაც რუსეთში დაიწერა. არამედ ის ნარატივი, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს პროპაგანდაში, არის ნარატივები, რომელიც დაწერილია მოსკოვში. Deep State-ის მოგონება, როგორც რაღაცა მტრის ხატის, მთლიანად რუსეთის ნახელავია. ან Deep State-ი გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ გავანადგურებთ Deep State-ს. როდესაც დონალდ ტრამპი Deep State-ზე საუბრობს, ის სწორედ ასეთ ინსტიტუტებს გულისხმობს. დიახ, USAID ამის შესანიშნავი მაგალითია. დემოკრატიული პარტია გახდა Wall-Street-ის, სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის, სხვილი ფარმაცევტული და სოფლის მეურნეობის კორპორაციების, ტექნოლოგიების, დიდი საბანკო სისტემების პარტია. ყოველივე იმის, რასაც დონალდ ტრამპი უწოდებს Deep State-ს. ეს არის Deep State-ის მსოფლიო ომი, წერს ილონ მასკი. ფერისულ მცირე ქსურს პასუხისგებაში მიეცნენ ფედერალური მთავრობის ბიუროკრატები. Deep State-ის წევრებს მართალია გძულს Deep State-ი ადმინისტრაციული სახელმწიფო და კორპორატიული პროპაგანდა, თუმცა ისინი ძალიან სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. მაიკ უოლცი ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს Deep State-ის წარმომადგენლებისგან გაწმენდას გეგმავს.